ღორის ჩალაღაჯს მოუბრაწავ ჯერ ტაფაში. ცალკე მოუშუშავ ხახვს, ნიორს და წვნიან პომიდორს სუნელებთან ერთად. დავუმატებ კარტოფილს, ზეთის ხილს და ამ ყველაფერს ციტრუსის და შავი ღვინის соუსთან ერთად დავასრულებ ღუმელში. ვამზადებ ღორის ჩალაღაჯს ღვინის და ფორთოხლის соусთან ერთად. ჩალაღაჯი უნდა დავამუშაო, კლიანად არ მჭირდება. უნდა გავასუფთავო ძვლისგან. ეს არის რბილი ნაწილი, რომელიც ხერხემლას მოყვება. მიუყვები ძვალს, ძალიან მარტივი გასასუფთავებელია. შუაზე გადავჭრი. ჩალაღაჯი არის ყველაზე ნოყიერი ჩემის აზრით, სამწვადესროსაც ძალიან კარგია, გრილზეც კარგია, მაგრამ მე დღეს გამოვაწყობ. ჯერ შევწვავ და მერე გამოვაწყობ. მე მაქვს დაახლოებით 1 კილო ჩალაღაჯის ხორცი. დავჭრით მოზრდილ კუბებად. ჩალაღაჯში მოწოს, როდესაც არის ხორციც არის, ქონიც არის და ნუ მუცლის ნაწილიც არის ცოტად. კარგი. ამას ახლა მოვაყრით მარილს გემოვნებით. დავადგა ტაფას. მოვასხავ ზეითუნის ზეთს. დაახლოებით 70-80 მl. ასევე კარაქი, მიყვარს კარაქი, როდესაც ხორცი იწვება. დავადნობ. ამასობაში ღორს ამოვავლებ ქვილში და აი ამ ცხიმში დავბრაწავ. ძალიან ცოტა ფქვილი, ბევრი არ გვინდა, ფაფუკი რო იყოს. კარაქი დადნა. ეს მომზადების პირველი ეტაპია. ჯერ უნდა შევწვა. მერე ბოსტნეული უნდა შევწვა ამავე ცხიმში. მე ცალკე ღვინის და ფორთოხლის соуსი უნდა გავაკეთო და რაც თავარია, ყველაფერს მე ერთად ვაერთიანებ და ვაწყობ ღუმელში. ღორის ხორცი ბოლომდე არ უნდა შეიწვას, ცოტათი ოქროსფერი როგორც კი გახდება, გადმოვიტან თეფშზე. ნახე რა კარგადაა დაბრაწული. ოქროსფერი ლამაზი ჩალაღაჯი. ღორის ხორცი დაიბრაცა. ამავე ზეთში დავბრაწავ ხახვს, ნიორს და კუბებად დაჭრილ პამიდორს. ცოტა ხანი გამოვთავ, სანამ ხახვს გავბრწყნი. ხახვი მჭირდება 1 საშუალო ზომის. შეგვიძლია 2-იც იყოს, გააჩნია რამდენი ხორცი გაქვთ. ნიორი უხდება ღორის ხორცს. ნიორს გავუკეთებ დაახლოებით 5-6 კბილს. 1 2 ხახვი. ხავს შუაზე გავჭრი და ასე ლებნებად დავჭრი. 6 ნაჭრად. მე მგონი კიდევ ერთ საშუალო ზომის ხავს დავუმატებ. ამჟამად წითელს. ჩალაღაჯის გემოთი გაჯერებულ ზეთში შევწვავ 2 საშუალო ზომის ხავს. უშეგენებსო. ნიორი შუაზე გადავჭრი მაინც. ცოტა მარილი, ცოტა ტიმიანი, ანუ ქონდა რა, წითელი ციცაკა, დაფნის ფოთოლი და 1 მთლიანი ციცაკა. დაიბრაცა, ხახვი უკვე ოქროსფერი გახდა, არ მინდა რომ დაიშალოს, ავიღებ და დავამატებ პამიდორს.
ზედმეტ-ზედს დავწვავ. დარჩება აქ მარტო ჩალაღაჯის არომატი ბოსტნეულში გაჯერებული. დიდი ხანი არ სჭირდება დაახლოებით 2-3 წუთი, ამას კიდევ გამოცხობა სჭირდება. ამასობაში ღორის ხორცს დავალაგებ ლამაზად, თანაბრად. და მოვასხავ ზემოდან. კარგი გამოვა ეს. ეს უკვე ნახევრად მზად არის. ეხლა დავიწყებ соуსის მომზადებას. соуსის გვჭირდება ღვინო, ფორთოხლის წვენი, ფორთოხლის წედრა და ქათმის ბულიონი. ცოტაოდენი შაქარიც გიუხდება. ტაფა ან პატარა ქვაბი შეიძლება. соуსი მარტივი მოსამზადებელია. გვინდა მშრალი წითელი ღვინო. დაახლოებით 300 მილილიტრი. ფორთოხალი 3 ცალი. პირველ რიგში ცედრა. სამი ფორთოხლის ცედრა. ფორთოხლის წვენი. ფორთოხალი ბოლომდე გამოვწუროთ, იმიტომ რომ ფორთოხალი მინდა იყოს აქ დომინანტი, ციტრუსის გემო რა ქონდეს. ფორთოხლის წვენმა და ღვინომ უნდა იდუღოს კარგად დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში, რომ ერთმანეთში გემო გაუჩნდეს. დავეხმარები მე კიდევ ერთი სუფრის კოვზი შაქრით. გავიდა 5 წუთი. ჩვენ ჩალაღას გადმოვდგავ. соуსი მზად არის, მთავარი ინგრედიენტი მზად არის. ამას მოვასხავ ზემოდან. ცოტა ზეთისხილი, შავი ზეთისხილი, მწვანე ზეთისხილი და ბოლო ინგრედიენტი კარტოფილი. მზად არის ღუმელში გამოსაცხობად 180 გრადუსი, დაახლოებით გვჭირდება 40 წუთი გამოსაცხობად. მზად არის, კარგად გამოცხვა. წვენი ბევრი აქვს, ეს კარგია. ბევრი არ მინდა. გავსინჯავ ჩალაღაჯს ღვინოში და ფორთოხლის соуში. ხორცი იშლება, ძალიან რბილია, ეგრევე ეთყობა, კარგად გამომწვარი. ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც მინდოდა. ღორი არის ძალიან კარგად შეხამებული ღვინოსთან და ფორთოხლის წვენთან. იწყება ღვინის გემოთი და ბოლოს მთავრდება ფორთოხლის გემოთი. მოგეთ ეს კერძი მზად არის მარტივი და ძალიან არომატული.